ზურფასო მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემით ვაგრძელებთ გადაცემას. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერნეტში მონაცემთა ბაზა გაჟონდა. როგორც ცნობილია, ის შეიცავს სხვადასხვა ონლაინ სერვისსა და პლატფორმის 159 მილიონზე მეტ ავტორიზაციის მონაცემებს. ინფორმაციის გაჟონვა მოხდა ისეთი საიტებიდან, როგორიცაა Gmail, Facebook, Instagram, Yahoo და მართლა რაღა დარჩა, მაგრამ სხვა ცნობილი, ესე იგი სოციალური პლატფორმები. მოხმარებადი პლატფორმები. ყველაზე პოპულარული. სწორედ დღეს გვინდა შევეხოთ და ვისაუბროთ ამ თემას, გავიგებთ როგორ უნდა მოვიქცეთ მას შემდეგ, რაც ჩვენი პირადი მონაცემები, როგორიცაა მაგალითად მეილი, პაროლი და ეგრეთ წოდებული ლოგინი, საჯარო და ხელმისაწვდომი ხდება სხვა ადამიანებისთვის. სტუდიაში ძალიან მნიშვნელოვანი რჩევებს მოსასმენად ქესის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი შოთა აბჟანდაძე გვესტუმრა, დილა მშვიდობის, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. და დავიწყოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ამბით. ის რა კითხვაც პირადად მე მაქვს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მეილზე მომივიდა, თუ არის, ჩემთვის პირველი ნიშანი ეგ იყო, სულ არ ვიცოდი ახლა ამ ნიუსის, ამ გლობალური ნიუსის შესახებ. მე მომივიდა მეილზე, რომ თუ თქვენ ვიღაცა ცდილობს პაროლის შეცვლას და თუ თქვენ არ ხართ, უბრალოდ არ მიაქციოთ ყურადღება. და ალბათ სადაც მე ვაქცევ ასეთ რაღაც ყურადღება, მგონია რომ ვინც ხმარობს სოციალურ ქსელს, მისთვისაც პირველი ეს ამოვარდებოდა და ყველაზე ესეთი შესამჩნევი ეს იქნებოდა რომ რაღაც საფრთხე არსებობს. ვიდრე არცო დასვენე კითხვას რომ დავშვიდეთ იმისთვის. ანუ ჩვენ თუ მოვხდით ამას 59 მილიონ მომხმარებელში, ვიგზნობდით ხო უკვე ამ შედეგს? რა თქმა უნდა, იგზნობდით. ანუ უკვე იქნებოდა ეს თვალსაჩინო ჩვენთვის. ანუ გასაგები. ანუ ჩვენ გადავჭით. ვერ მოვახერხებდით მოხმარებას შემდეგ. დიახ. ნახეთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი მონაცემები არის გაჟონილი, მათ შორის არის Instagram-ი და ის მეილი, რაც თქვენ მიიღეთ, ჩათვალეთ თქვენი მეილი, Gmail-ი არის უკვე გაჟონილი, Instagram-ის სახით ვიღაცას აქვს მოპოვებული თქვენი მისამართი, თქვენი მომხმარებლის სახელი, ლოგინი, თუმცა კარგი არის, რომ პაროლი მას არ აქვს. და იმის გამო რომ არ ქონდა პაროლი, ზუსტად მაგის გამო მოგივიდა თქვენ აღნიშნული მეილი. ეს რომ კი. ანუ შენ საინტერესო ხარ? რას უნდა დააკვირდეთ ამ შემთხვევაში, როდესაც მოგივიდათ მსგავსი სახის მეილი. მისამართის ველში ვამოწმებთ მისამართს. თქვენ შემთხვევაში სწორი იყო Instagram.com-დან იყო მოსული მეილი, რაც ანუ ეჭვს არ ბადებს. შემდეგ ჩამოყვებით ტექსტს და ტექსტშიც არაფერი არ არის ისეთი, რაც ეჭვს ბადებს. თუმცა ის ბმული, რაც იყო მითითებული პაროლის შეცვლასთან დაკავშირებული ბმული, ეგ ბმული იყო ყალბი, გაყალბებული და თქვენ გადახვიდოდით ყალბს. ანუ ერთი ხელის დაჭერით მე გადავულოცავდი ყველაფერს იმ გარკვეულ ჯგუფს თუ მაგრამ როგორ მოხდა? თუ კი Instagram-ი მწერს ამას თავის ყალბი ბმულით, როგორ ხდება ამის დაკომბინირება? მოკლედ ბოროტმოქმედებმა, ჰაკერებმა მოიპოვეს ისეთი სისუსტე Instagram-ზე, რომ აღნიშნული მონაცემები, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, 2024 წლიდან მიმდინარეობდა ამ მონაცემების მოპოვება. დიახ. და ზუსტად ეს მოპოვებული მონაცემები გამოაშკარავდა 2026 წელს იანვარში და გუშინაც კი დაიდო გარკვეული სახის მონაცემები, სადაც უკვე პაროლებიც იყო აღნიშნული. დიდი ალბათობით ამ ფიშინგის შედეგი არის ეს. ანუ არჩილის გავსად მივიდათ უბრალოდ მე ინფო დააკმაყოფილეს ეს მოთხოვნა. ხო, არა მიდი. რა შეცდომას უშვებს მომხმარებელი ესე დროს? ყველაზე ხშირი რა შეცდომა, რითიც აი ესე აბსოლუტურად გაუაზრებთ გაუთვითცნობიერებლად ჩავდივართ. დიახ, ნახეთ, აი უნდა დააკვირდეთ, ანუ როდესაც თქვენ ვინმე გწერთ მესენჯერში ან SMS-ით მოგდით გარკვეული სახის ბმული ან ელექტრონულ პოსტაზე, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ რა ბმული არის ეს მითითებული. თქვენ როდესაც დააკვირდე, მე ხო შეიძლება არც მეცნობს, ვერც მივხვდე. აი, როდესაც თქვენ მოგდით Instagram-იდან და თქვენ მიიტანთ მაუსს ან დაჭერის შემთხვევაში გამოჩნდება მისამართი, სადაც უნდა გადახვიდეთ და Instagram-ი იქ არ არის, Instagram.com-ი და რაღაც უცხო არანაირი კავშირი არ აქვს, არ უნდა გადახვიდეთ ასეთ გვერდზე. ანუ Instagram-ის inbox-შიც შეიძლება მოვიდეს მსგავსი რაღაც. Instagram-ის inbox-შიც კი, აი ძალიან ბევრ ადმინისტრატორებს, Facebook გვერდის ადმინისტრატორებს მისდიოდათ შეტყობინება თითქოს ტექნიკური Facebook-ი ტექნიკური მხარდაჭერა წერდათ და იყო ბმული მითითებული, რომ სასწრაფოდ შეცვალეთ პაროლი, რაღაც პრობლემა აქვს თქვენს აკაუნტს
და ბევრი სამწუხაროდ დაფიშინგ და გადავიდნენ, შეიყვანეს თავისი მონაცემები. ანუ ასე ჩვენი ჩარევის გარეშე ვერაფერს ვერ მოყვარავენ, სწორად მივხვდი? თუ შეიძლება მაინც რაღაცნაირად ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდეს გავრცელება ჩვენი ინფორმაციის და მოპოვებაც. ნახეთ, მოგივიდათ მეილის მაგალითი ავიღოთ და არის მითითებული ბმული. პირველი შემთხვევა არის, როდესაც თქვენ გადადიხართ და თქვენი ნებით შეყავთ მავნე გვერდზე მონაცემები და აძლევთ კეთილი ნებით ბოროტმოქმედს. მეორე შემთხვევა არის, როდესაც ბმულს აწერთ და იწერთ ვირუსს და ეს ვირუსი შემდეგ მოიპოვებს თქვენს კომპიუტერზე არსებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას და აგზავნის ბოროტმოქმედთან და მესამე შემთხვევა არის, როდესაც თქვენ გადადიხართ საიტზე, არანაირ მონაცემების შეყვანას არ გთხოვთ, ფაილის გადმოწერას არ გთხოვთ, მაგრამ იქ არის ჩაშენებული მავნე სკრიპტი, რომელიც თქვენი ბრაუზერიდან ცდილობს შეაღწიოს თქვენს კომპიუტერში და მოიპოვოს ადმინისტრატორის უფლებები და შესაბამისად კი. შოთა, არსებობს ასეთი რაღაცა ფაილი თუ ფოლდერი, სპამი, ხო? სადაც იდეაში თვითონ ფილტრავს, ხო? გვერდი ალბათ საეჭვო გვერდებს, რომელიც იწერებენ, იქ ათავსებს, ხო? ეს ერთმნიშვნელოვნად სწორი ის არის, ხო, ფორმა, მაგრამ მაინც ყველაფერს ვერ ფილტრავს, ხო? ძალიან ხშირად იქ ისეთი რაღაც ვარდება, რაც ჩვენთვის საჭიროა და მე იქ ვეძებთ ხოლმე. სპამში ვეძებთ კონკრეტულ ინფორმაციას. დავსი შემთხვევები ეს ხდება იმის გამო, რომ გვერდები, რომელსაც გააჩნია თავისი დომენური სახელი, რაღაც საიტის მისამართი, არის კომპრომიტირებული და ვიღაც ჰაკერი, ადმინისტრატორი არც იცის რა ხდება, აგზავნის ამ დომენის სახელით სხვადასხვა მეილებს. კარგით, ეხლა გადავიდეთ უკვე დაცვაზე. დაცვა გავაძლიეროთ. როგორ შეიძლება გავაძლიეროთ დაცვა ჩვენს პლატფორმებზე? რა რჩევებს მოგცემთ? დავუშვათ ყველა პლატფორმაზე სხვადასხვა კომბინაცია შევთავაზოთ, ხო? ჩვენს მეხსიერებას დასამახსოვრებლად პაროლების სახით და ეს რაღაც ორმაგი დაზღვევებიც ხო არსებობს? კი ბატონო, აი გითხარით რამდენად შველის ეს ყველაფერი. კი, პირველ რიგში ყველაზე პირველი არის უნდა გვეყენოს ძლიერი პაროლი. ძლიერი პაროლი ეს არის, როდესაც თქვენ პაროლში გააქვთ როგორც დიდი ასოები, სიმბოლოები, ციფრები, დიდი ასოები, კი ბატონო. კი ბატონო, მინიმუმი უნდა იყოს 8 სიმბოლოდან უნდა შედგებოდეს, ან მეტი. ხო და რაც უფრო მეტია, უფრო დაცულია? სულ აინტერესებს. რა თქმა უნდა, ანუ ნახეთ, არსებობს სიები, ბაზები, არსებობს ყველაზე ხშირად გამოყენებადი პაროლების. მე თუ მოვიპოვებ 1 2 3 4 5 6 ესეთები, ხო? ანუ არსებობს, სამწუხაროდ იყენებენ მსგავს პაროლებს და რაც ძალიან ცუდია და მარტივად შეიძლება მსგავსი აკაუნტების გატეხვა. კეთილი, კაი, 8-ზე მეტი სიმბოლიკით უნდა დავტვირთოთ. 8-ზე მეტი. სასურველია. შემდეგ უნდა ანუ ახლა კარგი დროა შეცვლისთვის, რახან ესეთი თავდასხმა, ყველაზე აუცილებელია. ყველას ვუჩვენდით, რომ შეცვალოთ. ეთერის მერე ვხდები, ჯერ ვიხსენებთ რა გვაქვს დაყენებული. ძალიან რთული პროცესია და მერე განახლებას ვაკეთებთ. ისე რა სიხშირი ჯობია განაახლა პასვორდები? რეკომენდირებული არის ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის 3 თვეში ერთხელ. რა სიძახით? 3 თვეში ერთხელ. და თუ არ შეუძლია, ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოცვალოთ პაროლი. მე ერთ ჩემას ვიკითხავ. ამ პაროლს რო ვთვლი, მე სად შევინაყო მონაცემები რა პაროლი? მაგაი, ნახე, გამომეხმაურა ყველა. აქვს თითქოს ეს ხო, მაგრამ ისიც ხო ცუდია, იქ რო შევინახო, იქაც ხო შემოძროს ვიღაცა თუ არა? ნახეთ, აი ტელეფონებს, ახლა დღეს უკვე ყველას გვაქვს ტელეფონები და ტელეფონებში არის ჩაშენებული თავისი დაცული პროგრამები, password manager-ები. პაროლის მენეჯერები, სადაც მაგალითად iOS-ის შემთხვევაში passwords ქვია და ვიცავთ ჩვენი Face ID-ით, სხვადასხვა კოდებით ვიცავთ ამ მონაცემებს და ასევე Android-ზეც არის Google Password Manager-ი, სადაც შევიდია შევინახოთ ეს მონაცემები და გვექნება იქ დაცულად ეს ჩვენი პაროლები. თან ყველაზე კარგი რა გააჩნია ამ iOS-ის აპლიკაციას, Android-ზეც თუ სწორად მახსოვს, იგივე არის. თუ თქვენ შეინახავთ პაროლს და აღმოჩნდა ისე, რომ თქვენი პაროლი არის ბოროტმოქმედის ხელში და სადმე დაიდო. ავტომატურად ბაზებში ეძებს Apple-ის
Apple-ის სპეციალური სკრიპტები არის, რომელიც ეძებს ამ პაროლებს, თუ აღმოაჩენს თქვენს აკაუნტს, მოგდით შეტყობინება, რომ ეს პაროლი უნდა გამოცვალოთ. ან ძალიან სუსტი პაროლი გიდევთ, ან სად მოდის ეგ შეტყობინება, შოთა ისე რო არ შეცვლა სადღაც ცუდ ხალხს რო არ ჩაუგდო, ნოტიფიკაციის სახელით ტელეფონში მომდის და არაფერ სხვა წყაროს. ნახავთ მანდ მე პაროლებს, რო იცოდე მაინც, მეც ხმამაღლა ვაჟღერებ, არ რომ თქვა ხმამაღლა გისმენს ბოროტმოქმედიც მათ შორის, მე რა ვიცი. ვერ შემოვა იქ ჩემ პაროლებში, ტელეფონს iOS რაც აქვს, იქ ვერ შემოვა. კარგით, ახლა მივხედოთ იმ ადამიანებს, ვინც დაუშვათ დაზარალდა მოხდა ამ ხალხში, რომელსაც გაუტეხეს თუ როგორც თქვია ტერმინოლოგიით, აი თავიანთი პლატფორმები, რა ქნან. დიახ, აი ერთსაც დავამატებ, რომ აი 2FA პაროლის გარდა კიდევ უნდა დავაყენოთ ორფაქტორიანი ავტორიზაცია, ეგრეთ წოდებული 2FA, როდესაც თქვენ ტელეფონზე მოგდით ერთჯერადი კოდი და თუ ვინმე მოიპოვა თქვენი პაროლი და შეეცდება შესვლას ამ ერთჯერადი კოდის გარეშე ის ვერანაირად ვერ შევა. და ეს დავტოვოთ ასე თუ მოვიდა კოდი, თუ იქ თავიდან უნდა შეცვალოს. არა, უნდა შეცვალოს. ისევ შესასრულელია, მოკლედ ესე იგი, როცა იგი დაგვარით შინაარსის მესიჯი მოდის, სასურველია მაშინვე შევცვალოთ პაროლი. გავიგე. და თუ ვერ მივხვდი, რომ ჩემი პირადი ინფორმაცია მოიპოვა ვიღაცას ნახეთ, არსებობს სხვადასხვა პორტალები, თუნდაც აი რაც ვახსენებ passwords iOS-ში იჩვენებ თუ სადმე არის გაჟონილი, ასევე არის პორტალი have I been .net.com ასეთი გვერდი არის, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი ელექტრონული პოსტა და ის ავტომატურად ყველა ბაზაში მოძებნის და ამოგიგდებთ, რომელი აკაუნტები არის გაჟონილი. კი ბატონო, პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, გავიგე რომ ვინც ახლა გვიყურებთ, შეცვალეთ პაროლები. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ხანი არ შეგიცვლიათ, ამიტომ სასწრაფოდ შეცვალეთ. დიახ, სასურველია ყველგან პერიოდულად შეცვალოთ პაროლი და რაც მთავარი არის, აი ბევრი შეცდომა არის სხვადასხვა აკაუნტებზე ერთი და იგივე პაროლი უდევთ. მე ვარ ეგ. ხო, ეგ ძალიან ცუდი. ძალიან ასაჯაროებ ინფორმაციას არ რითიც მოხელმძღვანელობ, რაც არ მგონია რომ კარგი იყოს. ესე იგი, ყველა პლატფორმას ქონდეს სხვადასხვა პაროლი, აი რომელი პლატფორმებიდან შეიძლება შემოიჭრან ყველაზე ხშირად, მაინც რომ გითხოთ, ხა რაც ჩამოვთვალეთ თუ შეიძლება სხვა პლატფორმებიც იყოს. სხვადასხვა პლატფორმები. ასევე ონლაინ სივრცეებში რამდენგან გვაქვს ჩვენი მონაცემები დარეგისტრირებული, ეს იქნება გვერდები თუ რაღაცა სერვისები, რომელსაც ვიღებთ. მონაცემებით საკმაოდ ხშირად არის რომ ანუ იპარავენ, მოიპოვებენ ამ მონაცემებს, ამიტომ CVC კოდი ძალიან უნდა დავიცვა და ისეთ გვერდებზე, რომელიც ცოტა საეჭვო არის, ცნობილი არ არის, ჯობს რომ არ შეიყვანოთ ასეთ გვერდებზე თქვენი CVC კოდი, ბარათის მონაცემები, პლასტიკური ბარათის მონაცემები და თუ მოხდა ისე რომ შეატყვეთ რომ რაღაც გაურკვეველი მოჭრები არის თანხის, მოგდით SMS-ები. აუცილებელია დაბლოკოთ ბარათი და უკავშირდეთ ბანკს თუ თქვენ არ შეგიძლიათ აპლიკაციით ამის განხორციელება და უშუალოდ ბანკი დაბლოკავს თქვენ ბარათს და შემდეგ უკვე შეგიძლიათ სამართლებრივადაც რაღაც პროცესები დაძრათ. კი ბატონო. და ეს ერთჯერად მოხმარებაზეა თუ აი რომ იმახსოვრებ ბარათს მაშინაც როდესაც იმახსოვრებთ, სადღაც ბაზაში ჩათვალთ, ეგ ინახება. და ეგ არის ცოტა საფრთხის შემცველი. კი ბატონო. რატო ბარათს ხო გასდის და ადრე თუ გვიან? არ გვაზღვევს ეგ? კი, მაგრამ თუ თანხა გიდევთ, იქამდე მაინც სანაბადაგავა შეიძლება ის თანხა მოიპო. იცით რა მაინტერესებს კიდე? ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც სკროლვის დროს Facebook-ი მახსენდება ახლა პირველი, რაღაცას წავაწყდები, ვცდილობ რომ მე ის ხო მოვიხიბლო და აი კომენტარებში დევს მე უკვე რაღაც გადადი ლინკზე, გადადი ბმულზე და აი ასე დროს ვიცი რომ დავირუსება, ასე ვთქვათ, ჩვენი მოწყობილობის ძალიან ხშირია. მაგრამ ეს დავირუსება არის თუ არა კავშირში ამ პირადი მონაცემების ავტომატურად ვიღაცისთვის მინდობასთან? დავირუსება რა თქმა უნდა, ანუ თქვენ კომპიუტერში თუ სკრიპტის საშუალებით ვირუსი ან მე მას ფაქტურად უფლებას ვაძლევ რომ ჩემი მონაცემებით ისარგებლო. ის შეეცდება ყველანაირად სკრიპტის მეშვეობით რომ შემოაღწიოს თქვენს ტელეფონში, თუ ბრაუზერში გაქვთ რაიმე შენახული წაიღოს აღნიშნული ინფორმაცია, ან თუ კომპიუტერით შედიხართ, კომპიუტერში მოიპოვოს ადმინისტრატორის უფლებები, ან პირდაპირ
ზედაპირ თუ რაიმეს მიწვდა აღნიშნული სკრიპტი გადააგზავნოს ბოროტმოქმედთან. ასევე თუ ვირუსი შემოვიდა თქვენს კომპიუტერში, შესაძლებელია რომ თქვენს სახლში არსებული ან სამსახურში არსებული სხვა მოწყობილობებზეც გავრცელდეს აღნიშნული ვირუსი და ეს ვირუსის შემოსვლა რითი გამოიხატება, რომ მივხვდეს ადამიანი, რომ აი რაღაცა ეხლა მე ცუდად მოვიქეცი, რაღაც ცუდი საქციელი ჩავიდინე, რაღაც დაემართა. ანუ ხანდახან ხო ისედაც ჭირდება ხოლმე გადატვირთვა რა, ტელეფონი იქნება ეს თუ კომპიუტერი. აუცილებელი არის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფები გეყენოთ, ანუ ანტივირუსის სახით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველა ანტივირუსი 100%-ით ვერ დაცვა ვერ აქვს. დიახ, იმიტომ რომ როგორც ვითარდება სამყარო უსაფრთხოების კუთხით, ანალოგიურად ჰაკერები ფიქრობენ ახალი ხრიკების მოგონებაში, როგორ შეაღწიონ სხვადასხვა სისტემებში. და მაინც როგორ უნდა მივხვდე, რომ დავირუსებულია ჩემი კომპიუტერი? თუ თქვენი კომპიუტერი არის შენელებული, პროგრამები უცნაურად იხსნება, დაუშვათ ხსნით ბრაუზერს და იხსნება კალკულატორი ან რაღაც აი უცნაური ქმედებები ხდება. ტვინის არევასთან არის კავშირში? დიახ, ტვინის არევასთან არის კავშირში უმეტეს შემთხვევაში, თუმცა ასე სხვა გზით ვერანაირად ვერ შეატყობთ, აუცილებელია მაინც ეს ანტივირუსული პროგრამები გქონდეთ, რომ ის ძირითადი და ცნობილი ვირუსები, რაც ამჟამად ცნობილი არის ანტივირუსების კომპანიებისთვის, რომ დაიჭიროს თქვენს კომპიუტერზე. კი ბატონო და ერთი ესეთი კითხვა მაქვს, თუ გინდა მე ვეკითხო. დამამშვიდებელი უნდა იყოს თუ არა, როდესაც ხშირად ხდება iOS-ის. მაგ მივიღოთ თუ არა, მე მეგონა ამაზე კი. მივიღოთ თუ არა და შვიდად ვიყო თუ არა, ფსიქოტროპული. არის თუ არა ჩვენთვის მომხმარებლების სიმშვიდე, როდესაც ხშირად იცვლება iOS-ი და განახლებებს აკეთებს. ანუ ეგ ერთგვარად ხო წმინდავს ჩვენს ტელეფონებს. დიახ, ნახეთ, როდესაც იგივე iOS-ის განახლებები Apple მიხვდება კომპანიაში რომ რაღაც სისუსტე გააჩნია, მისი ანალიტიკოსები ამას გაიგებენ, უშვებენ სპეციალურ განახლებებს, რომელიც არის security განახლებები და მაქსიმალურად იცავენ თქვენს მოწყობილობას. ამიტომაც რა განვაახლოთ ეს iOS. ეს Android-ი იქნება, iOS-ი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. განახლება, ოფიციალური განახლება ჯობია რომ კი ბატონო. და შოთა ბოლოსკენ ჩვენ მაინც ვერ უთხარით ვერანაირი რეკომენდაცია მათ ვისაც უკვე ეს საფრთხე შეექმნა და დაუშვათ შეძვნენ მის პირად ინფორმაციაში. შეუძლია თუ არა რამე ახლა იღონონ მას შემდეგ რაც აღმოაჩინა ადამიანმა რომ რაღაცა მოხდა მის თავს და დაეუფლა სხვა მის ინფორმაციას. ნახეთ, როდესაც უკვე გაიგებს რომ გაჟონილი არის მისი იუზერი, მისი პაროლი და მონაცემები, აუცილებელი არის რომ შეცვალოს პაროლი, დააყენოს 2FA. თუ შედის, თუ შეიძლება ვერ შედიოდეს, არა უკვე? ვერ შედის, უკვე აღდგენა უნდა გააკეთოს. აუცილებელია რომ ტელეფონის ნომერი თუ ქონდა მითითებული ან ელექტრონული პოსტა, შესაძლებელია აღდგენა პაროლის და თუ მეილიც არის გაჟონილი და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი არის კიდევ რომ მიმართოს უშუალოდ Instagram-ის support-ს, მიაწოდოს თავისი პირადობის მოწმობის ასლი, სხვადასხვა ინფორმაცია, ვისთან ქონდა მიმოწერები და შემდეგ უკვე support-ი Instagram-ის გადაწყვიტავს. თუმცა თუ შევედით, შევცვალეთ 2FA დავაყენეთ, კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ უნდა შევიდეთ პარამეტრებში და უნდა ვნახოთ აქტიური მოწყობილობები. შეიძლება იყოს რაზე გვაქვს მიბმული, რაზე არის მიბმული. ნახეთ, თქვენ როდესაც შედიხართ, იმ მომენტში თქვენ ხართ აქტიური მომხმარებელი, ხომ? და თქვენი მოწყობილობა, თქვენი device-ის მოწყობილობა გამოჩნდება სახელი. კი ბატონო, კომპიუტერი იქნება ეს თუ ეს თუ ის. დიახ, მაგრამ თუ შეატყობთ, რომ რაღაც უცხო device-ი არის მოწყობილობა, რომელიც აქ თქვენ არ გამოგიყენებიათ, აუცილებელია წაშალოთ ეს device-ი და კიდევ ერთხელ შეცვალოთ პაროლი. აიგე, რა ხდება? კი, ძალიან სერიოზული საკითხია, ძალიან რთულია მათთვის, ვინც ვერ ვერკვევით ამ პროცესში და როგორც წესი ჩქარჩქარა გვინდა რაღაც შედეგზე გასვლა ასეთ დროს და ყველაფერს ეთანხმები, რომ კი, ეხლავე და მოკლედ შეიძლება აღმოჩნდეთ ამ ფიშინგების და ჰაკერების მსხვერპლები, რადგან უკვე ესეთი რეალობა დგას, ბევრის თავს აი შოთამ გვასწავლა როგორ შეიძლება ვიხელმძღვანელოთ და ნებისმიერ შემთხვევაში მე ახლა ამდენი ხანია ვიყენებ პლატფორმებს და პირველად გავიგო რომ სამდენში ერთხელ უნდა ვცვალოთ თურმე პაროლი და დღეს ის დღეა, როდესაც ჩვენ ყველანი ვცვლით ჩვენს პაროლებს. იმედი გაუძლებთ ეს პლატფორმები. მადლობა თქვენ გაწეული რეკომენდაციებისთვის.